კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ქართული ოცნების სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ხელბორკილის ხდომათა დარბაზშივე დაადეს. ქართული ოცნების პროკურატურამ ჯაფარიძის პატიმრობა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 20,000 ლარიანი გირაო არ გადაიხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის ბოლოს ადვოკატებმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს მას შემდეგ, რაც მოსამართლე შვანგირაძემ კვლავ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით. ზურაბ ჯაფარიძემ სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის განხილვისას ოპოზიციონერი ფაქტობრივად დაცვის გარეშე დატოვა. პროცესს აღარ დაესწროს, თქვენ მოსამართლე არ ხართ, თქვენას მივეთ დახოტას. პროკურატურა ეწევა აბსოლუტურად პოლიტიკურ დევნას, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ოლიგარქია დაემხობა და თქვენ მიეწევთ სისხლის სამართლის მასწავლებლობაში. ჩვენ ჩავდივართ ნახვამდის. უკაცრავად, ჩემი აზრის გამოხატვა ვერ იქნება უპატივცემლობა. მე მგონია სასამართლოს უპატივცემლობა კი არა, რაც იჭერთ მიზან მიმართულად. პროცესს არ ატარებ გვერდით დარბაზში. მე კი გავწანდები, მაგრამ შენ შევწანდები, მიდაპირებული. თქვენოვის. ზურაბ ჯაფარიძე დაკავებას ელოდა, მან ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა. მიზანი მიმართულად არ გადავიხადე, იმიტომ რომ გონია რომ სამართლო და არასწორია. ზოგადად ახლა კომისია არის ჩემთვის ჩვეულებრივი ცირკი, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მთელი ძალაუფლება არის ერთი პოლიტიკური ძალის და ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული და რასაც უნდა იმათ აკეთებინა. ჩვენ ნახავ ეს მოთაის ხვალ შემოგვიყვება კანონი, რომელსაც დამოვალდებულები რომ შაბათთან შიშველი ვიარო ქუჩაში. ხო შემოგვიყვება და ეგ საქმე თუ არ ვილი შიშველი მოვა თქვენთან და თქვენი თვითონ კანონში შეწერია და მაგის გამო შეიძლება დამსაჯდო. მე არ მომჭირდება რელაცია. ამ ფორმატით მორფოლიზეს ახალი მიღებული არ არის. ამშვენო ბარჩითვის მაგას. ამ კომისიის ლეგიტიმაციას აქვს. თვითონ იმ კომისიის და იმ პარლამენტის ლეგიტიმაციას აქვს. და მაგაზე შეგვიძლია ვიდეო თუ სასამართლოს თომარო იქნება მაგის გამო დავისაჯო თუ არა. მე რაზეც ეხლა ვსაუბრობ არის რომ მანამდე უნდა ვიყო თუ არა ციხეში. და მე ვამბობ არასდროს მაგის საფუძველი. არანაირად სასამართლო დამიძახეს მოვა. არასდროს გავივარ, არავის მოქმედებას არ ვახდენ, არანაირად კრიტიკებულება არასდროს შემოწმება დავანახო. დაცვის მხარემ დღეს სხდომაზე არაერთი შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის მოსამართლის აცილების, სხდომის გადადების და დასაკითხ პირთა სიაში თია წულუკიანის, ვაჟა სირაძისა და სერგი ბზიშვილის დამატება. მოსამართლე შვანგირაძემ ფაქტობრივად არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთისა და შვედეთის საელჩოების წარმომადგენლები. ჟურნალისტების ძირითადი ნაწილი კი სასამართლოს შენობაში აპარატურის გარეშე შეუშვეს. პროცესის დაწყებამდე ხმაური დაპირისპირება იყო სხდომათა დარბაზის გარეთ. ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები დარბაზის შეცვლას ითხოვდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატებმა სხდომაზე პირველი სწორედ ეს შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მანდატური სამსახურის თანამშრომლებსა და ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერებს შორის სასამართლოს დერეფანში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საბოლოოდ მათ სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სირცხვილი, აი, რასაც აკეთებთ აქ, არის სირცხვილი. თქვენი ვალდებულება არის ჟურნალისტების დაცვა. რას აკეთებთ? კარგი. ყველანი გამოყარეს ძალის გამოყენებით. პარალელურად ხმაური და დაპირისპირება იყო სასამართლოს შენობის გარეთ, სადაც დილიდან სამართალდამცავების განსაკუთრებით დიდი მობილიზება იყო. მათ ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერების დიდ ნაწილს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლებაც კი არ მისცეს. საფუძველზე უნდა დავტოვო ტერიტორია. დარბაზში შესაბამისი მე ხა დარბაზში ვარ? ეზოში რჩები. ხო და ის რაოდენობა უკვე შესული არის. ეზოში რჩები და გულშემატკივრო. ვერ შეგიშვათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რომელი უსაფრთხოებიდან? მე წარმოვადგენ საშიშროებას ხო აქ? არ გიშვით ქალბატონო, მარტო თქვენ კი არა, სხვასაც არ გუშვით. კარგით გამოვძალე. არა, ქრისტეს სახლი არა, ნინო პიტაიშვილმა ნებართვა იყოს ეხლა. უმეჭიდები ადამიან რა ხსე? თქვენ ხო ვიცნობთ არა? ვიცები არა სანთარგი ძალიან მაინტერესებს. თქვენი სახლი არა ნებართვა უნდა ავიღოთ შემოსვლა. ეს ადმინისტრაცია ვის შეუშვებს, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვის შეუშვებს და ვის არ შეუშვებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. განსაკუთრებული შემთხვევა დაადგინა აქციის მონაწილეებმა. აქცია მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე განსაკუთრებული შემთხვევა, რომ ვის ეზღუდება შემოსვლა. აქცია გამოაცხადა ზურაბ გიჩი ჯაფარიძის მხარდამჭერებმა გამოაცხადეს აქცია და მიმდინარეობს. ეხა ვერ ხედავთ აქცია როა? ხო ხედავთ არა? ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად დღეს საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პროდესავლური პარტიები ჯაფარიძის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და მას სოლიდარობას უცხადებენ. ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, სინამდვილეში ღალატის კომისია, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით და 2008 წლის ომის საქართველოზე დაბრალებას, ამასთანავე მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას, ოპონენტების განეიტრალებას და ამ მიზნის ფარგლებში ბუნებრივია ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის საკმაოდ დიდი პოპულარობით შეიძლება ითქვას სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და ეს არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმამაცით იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი არიან საპროტესტო ძალის მთავარი მონაწილე და მთავარი აქტორი, ამიტომ ზურაბ ჯაფარიძის განეიტრალება ამ გზით წულუკიანის ღალატის კომისიის გამოყენებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია ივანიშვილისთვის. თია წულუკიანის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გააღძრული. ესენი არიან ირაკლი
ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გივი თარგამაძე. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ყველა მათგანს აქვს შეფარდებული. თანხა უკვე გადაიხადეს ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და თარგამაძემ. გირაოს გადახდას გეგმავს გიორგი ვაშაძეც. რაც შეეხება მელიასა და გვარამიას, პროკურატურა სავარაუდოდ მათი დაკავების მოთხოვნას დააყენებს, რადგან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები გირაოს გადახდაზე უარს ამბობენ. ამავე მიზეზით აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით უკვე შეუცვალეს ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს. იმის მიუხედავად, ვინ გადაიხადა და ვინ არა, გირაო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რვავე ოპოზიციონერ პოლიტიკოს ერთწლამდევადით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა, ან სამწლამდევადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლი, რომლითაც ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმეებია აღძრული.